ბოლო დღეებში მსოფლიოს ყურადღება მიიქცია დონალდ ტრამპსა და ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის დაწყებულმა დაპირისპირებამ, რომლის გამოც თანამდებობა უკვე დატოვეს BBC-ს აღმასრულებელმა დირექტორმა და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა. თუმცა ამერიკის პრეზიდენტი ამით არ კმაყოფილდება და $1 მილიარდიანი სასამართლო დავისთვისაც ემზადება. რაში ადანაშაულებს ტრამპი BBC-ს, რა პოზიცია აქვს ბრიტანულ საზოგადოებრივ მაუწყებელს და რას უნდა ველოდოთ მომდევნო დღეებსა თუ კვირებში ამაზე სასაუბროთ. ერეკლე ფოლოდიშვილი გვერდება საღამოშტობის ერეკლე. გამარჯობა, გიორგი მოგესალმებით. შვენიერი თემა შეგირჩევია საღამოსთვის. სადისკუსიო ტრამპს არ უჭირს ზოგადად დაპირისპირება ჟურნალისტებთან და ხშირად ამ დაპირისპირებებში გამარჯვებულიც გამოდის ხოლმე. თვითონ კმაყოფილია. რა ხდება BBC-თან მიმართებით, მოკლედ ინფორმაცია შეგვიძლია გაუზიაროთ მაყურებელს, რას ერჩის ტრამპი BBC-ს ამ პირიქით. დონალდ ტრამპს BBC-სთან დაპირისპირება მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი ეს დაპირისპირება ახალი ამბავი რეალურად არ არის, იმიტომ რომ ის უკავშირდება 2024 წელს ასეთი დოკუმენტური სერიების მიმართულება ჰქვია პანორამა და მასში გამოქვეყნებულ ერთ მონაკვეთს, რომელშიც დონალდ ტრამპის საუბრის მონაკვეთი 2021 წლის 6 იანვრის გამოსვლიდან ისე არის ამოჭრილი, რომ ფაქტობრივად მის სათქმელს ამახინჯებს. ეს არ არის შეცვლა, ან რეალურად შინაარსიდან პრობლემა არის შინაარსიდან ამოღება და არა ის, რომ არ უთქვამს ასეთი რამ, არ არის ხელოვნურად შექმნილი ეს ტექსტი. მე მგონი უმჯობესი იქნება, რომ მაყურებელს მოვასმენინოთ კონკრეტულად ეს მონაკვეთი და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი, რა კონკრეტულ მომენტზე არის ტრამპის დაპირისპირება BBC-სთან განპირობებული. ჩვენ გავისერნებთ კაპიტოლიუმისკენ და მეც თქვენთან ერთად ვიქნები და ჩვენ ვიბრძოლებთ. ვიბრძოლებთ შეუპოვრად და თუ შეუპოვრად არ ვიბრძოლებთ, ამ ქვეყნისგან აღარაფერი დარჩება. ჩვენ გავისერნებთ კაპიტოლიუმისკენ და ხმას გავაგონებთ ჩვენს მამაც კონგრესმენ ქალებსა და კაცებს. და ჩვენ ვიბრძოლებთ. ვიბრძოლებთ შეუპოვრად და თუ შეუპოვრად არ ვიბრძოლებთ, ამ ქვეყნისგან აღარაფერი დარჩება. კარგით, ახლა მაყურებელს მარტივად რომ გავაგებინოთ, რა განსხვავება ამ ორ ვარიანტს შორის. როგორც მივხვდით, პირველ ნაწილში არის BBC-ს მიერ დაჭრილი ვარიანტი გამოსვლის და მეორე არის ის ორიგინალი, რომელიც PBS-მა გამოაქვეყნა და Guardian-მა მოიპოვა, თუმცა ცხადია ხელმისაწვდომია. აქ რა განსხვავებაა? პირველ ნაწილში დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მისმა მომხრეებმა უნდა გაისეირნონ, მარტივად რომ ვთქვათ, ვაშინგტონში და მივიდნენ კონგრესის შენობასთან, სადაც მხარდაჭერას გამოუცხადებენ იმ სენატორებს, რომლებიც და ცხადია წარმომადგენელთა პალატის წევრებს, რომლებმაც უნდა ფაქტობრივად შეეწინააღმდეგონ დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არარჩევას. შეგახსენებთ, ეს ის მონაკვეთია და ეს დროის ის პერიოდია, როცა უნდა გადაწყდეს წარმომადგენელთა პალატაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დასასრული და გაფორმდეს ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა. არჩევნები დასრულებულია, ჩვენ ვიცით იმ პერიოდში როგორ ეწინააღმდეგებოდა დონალდ ტრამპის შედეგებს და არ სურდა თანამდებობიდან წასვლა და სწორედ ამიტომ შეკრიბა ეს ხალხი, რომ ფაქტობრივად ზეწოლა მოეხდინა იქ შეკრებილ წარმომადგენელთა პალატის წევრებზე და აი ამ გამოსვლაში მან საკმაოდ ვრცელ გამოსვლაში 1 საათზე დიდხანს გაგრძელდა ეს გამოსვლა და იქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თეთრი სახლის წინ არის ეს გამოსვლა და აქედან რამდენიმე კვარტალში არის ფაქტობრივად ერთი გზის გაყოლებაზე არის კონგრესი. იქ უნდა წავიდნენ ეს ადამიანები, თუმცა აქ პრობლემა არის ის, რომ ის მონაკვეთი, რომელიც BBC-მ გამოაქვეყნა, ფაქტობრივად როგორც ნახეთ კადრშიც 52 წუთის მონაცვლეობით სხვადასხვა ორ ტექსტს აერთებს. ანუ დასაწყისში ტრამპი ამბობს, რომ ჩვენ უნდა წავიდეთ კონგრესისაკენ და გადაბმულია ზედ ის, რომ უნდა ვიბრძოლოთ. უნდა ვიბრძოლოთ, რაც ცხადია მითითებაა იმისკენ, რა სურს თურმე BBC-ს, ცხადია დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგეების აზრით რეალურად ტრამპს. და აი აქ პრობლემა არის სწორედ აი ეს გაყოფა. ანუ 52 წუთის განსხვავებით ჩადებული აი ეს სინქრონი, რომელიც არჩევნებამდე 2024 წლის არჩევნებამდე ზუსტად ერთი კვირით გამოქვეყნდა ეს აი აქ არის ყველაზე დიდი ფაქტობრივად ძაღლისთავი აქ არის ჩამარხული, რომ ეს დოკუმენტური ფილმი გამოქვეყნდა 2024 წლის არჩევნებამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე და როგორც ტრამპი ამტკიცებს, მისი მიზანი იყო არჩევნებზე გავლენის მოხდენა, ანუ ხალხისთვის წარმოჩენა დონალდ ტრამპის როგორც ადამიანის, რომელსაც სურს
ქვეყანაში ხელისუფლების გადაყირავება, დემოკრატიული წესწყობილების მოშლა და აი ეს არის პრობლემა რეალურად, რომ სხვადასხვა ორი მონაკვეთი ისე გადააბეს, რომ გამოაჩინეს, რომ ეს იყო მისი სურვილი. თუმცა რეალურად დონალდ ტრამპმა თქვა, რომ წავიდეთ კონგრესისკენ, გავამხნეოთ ის ადამიანები, ვინც იცავენ ჩემს პოზიციებს და შემდეგ რამდენიმე 50 წუთის შემდეგ ამბობს, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ და დავიცვათ. კონტექსტში ამბობს, ახლა აუცილებელი არ არის. აი ეს არის პრობლემა რეალურად, რაც რეალურად მოხდა, ხო, BBC-ს რაც შეეშალა შეგვიძლია ვთქვა. ხო, ეს მოვლენა, ეს ამბავი სხვათა შორის BBC-ში საკმაოდ დრამატულად მიიღეს. დირექტორი, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი და კიდე რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი საკუთარ თანამდებობასაც დაიმშვიდობა, ვინაიდან მათ იგრძნეს ის პასუხისმგებლობა, რაც ნიშნავს, რომ იყო სწორი სიტყვებია პასუხისმგებლობა. კი, და ზუსტად აი აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ იყო მედიაში თანაც BBC-ზე გვაქვს საუბარი არა რაღაც. რა თქმა უნდა. ეზოს მედიაზე არა გვაქვს საუბარი. BBC-ში როდესაც ხარ, გაქვს ცოტა სხვა მაღალი ჟურნალისტური სტანდარტები და ამ სტანდარტებს როდესაც ასე უგულებელყოფ და შეურაცხყოფ, მაშინ უკვე ვალდებულებაც უნდა აიღო და უნდა გაიზიარო ის, ასე ვთქვათ, წნეხი, რომლის წინაშე მთელი გამოცემა არის აღმოჩენილი. აქვე უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ არხზე ზოგადად რა ვითარება, როგორ ეხმაურებიან ამას BBC-ის წარმომადგენლები, რადგანაც თავად BBC-შიც თითქოს არაერთგვაროვანი გავლენა ამ საკითხთან დაკავშირებით მედიაში უკვე კრიტიკული ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებებიც კი ჩანს გარკვეულწილად სხვა მედიების მხრიდან, როგორ იღებს ზოგადად საერთაშორისო საზოგადოება ამ ამბავს. ხო, დავიწყოთ BBC-თ, რომელმაც ძალიან სწორი კომენტარი იყო შენი მხრიდან, რომ სრული პასუხისმგებლობა როგორც ჟურნალისტური ეთიკის დაცვის კუთხით აიღო, გადადგა გენერალური დირექტორი, გადადგა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი და მათი ეს ნაბიჯი არანაირად არ იყო დაკავშირებული რაიმე ვალდებულებასთან. ანუ ეს იყო მათი პერსონალური გადაწყვეტილება, რომ BBC-სთვის მარტივად რომ ვთქვათ, ლაქა მოეშორებინათ, რომელიც მისცხოვ მარტივად რომ ვთქვათ დონალდ ტრამპმა, თუმცა არც ისე დაუმსახურებლად იმ ჟურნალისტმა, რომელმაც გადაწყვიტა რეალურად კი ასე მოიჭრა. ლაქა მიეცხო იმ მომენტში, როცა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ეს მედია არის მატყუარა, ეს მედია ფალსიფიკაციას ახდენს. Fake news-ების მედიას ეძახდა მას. ფაქტობრივად CNN-ს მიუმატა კიდევ ერთი გვერდით მედია, რაც BBC-სთვის სერიოზული უსიამოვნების საკითხია. BBC არის ისეთი მედია და ყველა ჩვენგანმა ვიცით ეს არხი ისე, როგორც მედია, რომელიც უმაღლეს ჟურნალისტურ სტანდარტებს მიჰყვება და სწორედ აი ამით არის განპირობებული მათი წასვლა. იმ ორი ადამიანის, რომელსაც ახლა ჩვენი მაყურებლები ეკრანზე ხედავენ, თუმცა აქ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მათ ბოლო წერილიც დაუტოვეს თავისი გუნდის წევრებს და თქვეს, რომ გააგრძელეთ BBC-ის დამოუკიდებლობისა და ჟურნალისტური ეთიკისთვის ბრძოლა. ანუ ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ BBC დარჩეს იმად, რაც არის, რამაც გახადა BBC, რაც იყო და არავითარ პოლიტიკურ გავლენას არ მიხვეთ. ამ პოზიციას ცხადია BBC-ის გუნდის უმრავლესობა ფაქტობრივად სრული შემადგენლობა იზიარებს და აქ მნიშვნელოვანია განიმარტოს ის არგუმენტი, რაც გააჟღერა BBC-ის მხარეს, რომ ჟურნალისტიკაში შეცდომები მოსულა. მარტივად რომ ვთქვა. ყველას, მეც, თქვენს, ყველა არხზე შეიძლება რაღაც შეცდომა გაიპაროს. მართალია, ამ შემთხვევაში იგრძნობოდა სერიოზული დამახინჯების და ფალსიფიკაციის მცდელობა. თუმცა შეცდომა მოსულა და შეცდომის გამოსწორება არის მთავარი. BBC პირობასდებს, რომ ამ კუთხით ნიშნულოვან ნაბიჯებს გადადგამს და აღარასდროს მსგავსი ფალსიფიკაციის საფრთხე აღარ შეიქმნება. თუმცა ის რომ შეყვნენ პრეზიდენტ ტრამპს რაიმე დავაში და აქ თავი, ასე რომ ვთქვათ, უკან დააყენონ და თქვან რომ უიმე ჩვენ ტყუანი ვართ და ახლა თქვენ მოყვებით და მილიარდსაც გადახიგიხდით, ამაზე კატეგორიულ წინააღმდეგობას აწარმოებს. მილიარდიან დავართან დაკავშირებით, ну სასამართლო დავა ალბათ იქნება, რაღაც ტრამპი ამბობს, რომ ამ პროცესს ესე არ დატოვებს და იქნე წავა საქმე სასამართლოში. ამ მხრივ რა მოლოდინებია იურისტების რაიმე შეფასება თუ იყო, რა შანსი აქვს თქვა დონალდ ტრამპს და რა შანსი აქვს BBC-ს როგორ გაიცოს და შემიძლია მარტივად თქვა, რომ დონალდ ტრამპმა ძალიან არასწორი ადგილი შეარჩია დავის დასაწყებად, იმიტომ რომ ის BBC-ს უჩივის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ქვეყანაში, სადაც სამართლებრივად ყველაზე დაცული არის მედია და განსაკუთრებით პირველი შესწორებით, რომელიც სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას მაქსიმალურად იცავს და იმ დონეზე არის დაცული სტანდარტები და სასამართლო პრაქტიკაც იმდენად უჭერს მხარს მედიას და მის გამოხატვის თავისუფლებას, რომ ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის დონალდ ტრამპის კიდევ ერთი headline. ანუ აქედან ჩვენ რეალურად ძალიან დაბალი არის იმის ალბათობა, რომ დონალდ ტრამპმა მოახერხოს თავისი მიზნის მიღწევა, იმიტომ რომ აქ მთავარი
უნდა დაამტკიცოს დონალდ ტრამპმა. დონალდ ტრამპმა უნდა დაამტკიცოს, რომ მან მიიღო მორალური და ზოგადად ისეთი ზიანი, რომელმაც მათ შორის არჩევნებზე მოახდინა გავლენა და არჩევნებზე გავლენის მოხდენას როგორ დაუმტკიცებს იმ მედიას, რომელიც მხოლოდ ბრიტანეთში მუშაობს და რეალურად ბრიტანელ მაყურებელზე არის გათვლილი, ხა ამერიკელი მაყურებელი ცხადია უყურებთ, მაგრამ რესპუბლიკელი ამის გამო პოზიციას არ შეიცვლა, ხო? აი ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა ტრამპისთვის, რომ ის არის მომჩივანიც და მანვე უნდა დაამტკიცოს თავის სიმართლე ბოლომდე, ანუ სასამართლო ყველანაირად მიენდობა სიტყვის თავისუფლების მხარეს, ცხადია BBC-ს, შესაბამისად დიდია ალბათობა და ფიქრობენ იურისტებიც, რომ უმჯობესი იქნებოდა დონალდ ტრამპი დასჯერებოდა იმ შედეგს, რაც მიიღო, რომ გაუშვა ფაქტობრივად განაპირობა BBC-ს ხელმძღვანელების სასულოდ ამით დაემთავრებინა, რადგან ეს თავის მხრივ სხვა მედიებსაც მნიშვნელოვნად უბიძგებს, რომ უფრო კრიტიკულები გახდნენ დონალდ ტრამპის მიმართ, რაც მე მგონი არ უნდა აწყობდეს ამ პერიოდში. მოიგوارჩენების და ხო, ეს არის თავზეც აქ რა უნდა დაამტკიცოს საინტერესო. მადლობა ერეკლე, რომ გაგვარკვიე BBC-ს და დონალდ ტრამპის დაპირისპირების საქმეში. მადლობა.